მოგესალმებით, ჩემი კარგები, მოდით გავიგოთ შემოვა თუ არა ახალი სასიყვარულო პარტნიორი ახალ 25 წელს თქვენს რეალობაში. გავიგოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ვარიანტი მოდით იყოს ორი. შეგიძლიათ ორივე ვარიანტიდან ამოიღოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ შესაძლოა ის ორი სხვადასხვა ადამიანი იგულისხმებოდეს ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე, გამოვიყენოთ გასაღებები. პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ასეთი ულამაზესი გასაღები. პირველი ვარიანტი, ხოლო ეს იქნება მეორე ვარიანტისთვის. ორი წუთით დააკვირდით, კითხეთ სამყაროს რომელ ვარიანტში იმალება ინფორმაცია თქვენთვის, ხოლო მე კი გავაჟღერებ თქვენთვის შესაბამის ინფორმაციას, ანუ სამომავლო პროგნოზს. ვარიანტი პირველი, შემოდის თუ არა ახალი სასიყვარულო პარტნიორი, არათუ შემოდის პარტნიორი, არამედ მოსალოდნელია ამ წელს ორსულობაც, ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ნაყოფიერების რეალიზების წელი, თქვენი ქალური ენერგიების დასრულება, თქვენი ტანჯვა, უიმედობა, დეპრესია, ამაოება, გაიხსნება ფინანსური არხი და ფინანსური სიუხვე, შემოვა როგორც იქნება თქვენს რეალობაში, დასრულდება ასევე მარტოდ საკუთარ თავთან ერთად განკურნების მდგომარეობა, რაც არც ისე სახარბიელოა ხო ადამიანებისთვის და უფრო მეტად სტრესულია, ეს არის ტრამვების გახსენება, ტრამვებთან შეჭიდება, თქვენ ამ ყველაფერს გადალახავთ და გამოდიხართ აი ამ სიტუაციიდან. სამომავლო პერსპექტივაში 6 დროში მოდის თქვენთან ძალიან სასიამოვნო სიახლე. არაჩვეულებრივი პროგნოზი ახლა თქვენთვის რჩევა გავაჟღეროთ, თქვენ უნდა მოიქცეთ რა ეს მოვლენები ძალიან სწრაფად შემოვიდეს თქვენს რეალობაში, რა უნდა მოიმოქმედოთ. პირდაპირ მანიფესტები უნდა ჩაიფიქროთ, ისურვე და მოგეცემა, იმიტომ რომ თქვენი მანიფესტები, თქვენი სურვილები ძალიან მალე უნდა გადმოვიდეს რეალობაში, სამყარო გისმენთ და ეს ყველაფერი უკვე გამზადებულია თქვენს რეალობაში გადმოსასვლელად, ასე რომ ძალიან ყურადღებით უნდა ჩაიფიქროთ. მანიფესტები, სურვილები აღისრულდებათ აუცილებლად. მადლობა პირველი ვარიანტი, გადავდივართ მეორე ვარიანტზე, მოსალოდნელია თუ არა ახალი სასიყვარულო პარტნიორის გამოჩენა თქვენს რეალობაში ახალ 25 წელს. არათუ გამოჩენა, არამედ დაოჯახებაც კი მოსალოდნელია, ეს უმეტესწილად ეხებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მარტო არიან, სასიყვარულო ურთიერთობიდან თავისუფალნი არიან, ხო, ელოდებიან ახალ პარტნიორს, ასევე მათთვის, ვინც უკვე ოჯახის ეგრეგორში იმყოფებით და დაოჯახებული ხართ, არაჩვეულებრივად დაგვიდასტურეს ან თელმაც ეს ყველაფერი, მოსალოდნელია თქვენი დაოჯახება ან ოჯახური სიმტკიცის გაძლიერება, ყოველ შემთხვევაში ეს ოჯახთან არის კავშირში, გაურკვევლობების მომენტები სრულდება თქვენს რეალობაში, თქვენ საკუთარ თავთან, საკუთარ აზრებთან ჭედილის მდგომარეობას ერთხელ და სამუდამოდ ასრულებთ, ასევე დასტაზე სამიანების კვერთხები, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან მალე ახლო მომავალში პერსპექტივაში გელით სასწაული ცვლილებები, ეს იქნება ახალი ამბავი, რომელიც მოიტანს ამაღლეობა აღსანიშნავ მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში, რაც ძალიან გაგაბედნიერებთ. რა იქნება ეს ყველაფერი, დასრულდება ადამიანების თქვენგან გაცლა, ეს შეიძლება ნიშნავდეს ფინანსური ენერგიების განდევნას ხო თქვენი რეალობიდან, როდესაც დიდი უკმაყოფილება გქონდათ, ხოლმე გადადიხართ კვერთხების დედოფლის ენერგიებში, რაც არის სიუხვის, ბარაქის, ნაკლები მოქმედების და მეტი ფინანსური შემოსავლის მდგომარეობა. თქვენი ყოველი დახარჯული მოქმედება თქვენი მიზნის მიღწევისთვის იქნება ნაყოფიერი და ეს ყველაფერი დაგეხმარება თქვენი ოცნებების ასრულებაში. რჩევა გავაჟღეროთ თქვენთვის სამყაროსგან უცებ. ნუ მოусმენთ საკუთარ ნეგატიურ აზრებს, იმიტომ რომ ზოგჯერ სწორედ აი ეს ყველაფერი გაფერხებთ ბედნიერებისგან, თქვენ გეშინიათ რაღაც შიშები ფიქსირდება აქ. კიდევ დამატებით მეორე ვარიანტთან ცოტა ესეთი დაძაბული ვითარება არის გაცილებით პირველ ვარიანტთან შედარებით, იმიტომ რომ შესაძლოა ძალიან გვეჩქარებოდეს კონკრეტული მოვლენის მოხდენა, მაგრამ რატომ მოვიდა ეს რევერსში? კი ბატონო, მოითმინეთ და აუცილებლად მოდის თქვენთან ესეთი სასიყვარულო პარტნიორი ძალიან მალე. მთავარი არის რომ მოეკიდოთ გაგებით, მოეკიდოთ მოთმინებით და ეს ყველაფერი ძალიან მალე შემოვა თქვენს რეალობაში და გადადიხართ ზომიერების არკანის ენერგიებში. თქვენ უკვე მოგეცემათ ის მოცემულობები, რასაც იმსახურებთ იმისთვის, რომ თქვენ სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ მინიმუმ. არაჩვეულებრივი პროგნოზია ორივე ვარიანტისთვის. არხის გამოწერა, ვიდეოს და ლაიქება და კომენტარის დატოვება არ გავიწყდებათ, იმიტომ რომ ეს არის თქვენი მხრიდან დახმარება. დროებით შევხვდებით მომავალ ძალიან საინტერესო ვიდეოზე.